გიორგი კვიჟინაძე იმყოფება კიდევ ერთ მსვლელობაზე, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე. თავისუფლება სინდისის პატიმრებს, ეს არის ერთ-ერთი მთავარი მოწოდება ახალ არჩევნებთან ერთად, ახალი არჩევნების მოთხოვნასთან ერთად. გიორგი ახლა პირდაპირ ეთერში შემოგვიერთება და მოგვიყვება რა ხდება მასთან. გიორგი პირდაპირ ეთერში ხარ. ხო, ჩვენ ახლა მტკვრის მარცხენა სანაპიროზე ვიმყოფებით, სადაც მოქალაქეები, სხვადასხვა სფეროსა და პროფესიის ადამიანები, რომლებიც გაერთიანდნენ მსვლელობით, მიემართებიან ახლა ბარათაშვილის ხიდისკენ, სადაც შეუერთდებიან კიდევ ერთ მსვლელობას, რომელიცავლაბრის მოედნიდან დაიძვრება რუსთაველის მიმართულებით. ბარათაშვილის ხიდზე გაერთიანდება ეს ორი მსვლელობა და შემდგომში უკვე მსვლელობით ერთობლივად გაემართებიან პარლამენტის შენობასთან, სადაც ტრადიციულად იქნება საპროტესტო აქცია. აქ ამ მსვლელობას, რომელსაც ჩვენ მივუყვებით, რამდენიმე მსვლელობა შეიძლება ითქვას გაერთიანებული. მათ შორის ჟურნალისტების აქცია და სოლიდარობის მსვლელობა მარში, რომელიც მზია ამაღლობელს უკავშირდება და აქ ჟურნალისტები იმყოფებიან, რომლებმაც დაიწყეს სწორედ მსვლელობა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ოფისიდან, გადაინაცვლეს მათ ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრთან, სადაც ასევე მსახიობები, მოქალაქეები იყვნენ შეკრებილები. შემდგომში უკვე მსვლელობით დაიძრნენ ისინი მარჯანიშვილის მოედანთან, სადაც პოლიტპატიმრების ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ და მათთან ერთად დაიძრნენ უკვე მსვლელობით მტკვრის მარცხენა სანაპიროზე. ჩვენ გავესაუბრებით ახლა აქ მსახიობებს, მოქალაქეებს, რომლებიც ამ მსვლელობის მონაწილეები არიან. ნანკა კალატოზიშვილს ხედავ, რომელსაც გავესაუბრებით. ნანკა, მოგესალმებით. დღევანდელ აქციაზე რომ ვისაუბროთ, აი ამ მარშზე დედაქალაქის სხვადასხვა წერტილში მიმდინარეობს საპროტესტო მსვლელობები, ხომ? ასევე უნდა შევაფასოთ ეგრეთ წოდებული პრემიერის კობახიძის განცხადება, რომ მსახიობები რევოლუციას აწყობთ და რაღაც ტრენინგები გაქვთ გავლილი ამ. ხო, და აქამდე მაიდანის ტრენინგებს გავდიოდით, ახლა რაღაც ახალი სახელი შეგვარქვა, რაღაც ახალი რევოლუცია. არ ვიცი ხვალ რა იქნება. მე ფიცოზე ვნახე სხვათა შორის როდესაც სხვა ქვეყანაში ასე აქციები მოაწყეს, ორგანიზატორები რო იყვნენ ადამიანები და იქაც აბრალებდნენ რაღაცებს და იქაც რუსულ რეჟიმს ებრძვიან, ბოლოს დასკვნა დადეს ფსიქიატრებმა. აი ფიცოზე. ხო და მე მგონია რომ ფსიქიატრები უნდა ჩაერთონ, რაც მალე უკეთეს. მადლობა, ძალიან დიდი. ნანკა კალატოზიშვილს ისმენდით. პირდაპირ ეთერში გადავინაცვლოთ ახლა უკან, სადაც ასევე იმყოფებიან ჟურნალისტები, მედიის წარმომადგენლები, რომლებიც მხარდაჭერას უცხადებენ, რაღაც თქმა უნდა, მზია ამაღლობელს, პოლიტპატიმარს და ასევე რეჟიმის სხვა ატყვევებს, რომლებიც საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას დაატყვევა ოლიგარქის პარტიამ. ხატიას გავესაუბრებით. ხატია, მოგესალმებით, საღამომშვიდობისა. თქვენ მედიის წარმომადგენლებმა მსვლელობა დაიწყეთ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ოფისიდან. რატომ ამ ოფისთან, რატომ შეიკრიბეთ და ამ მსვლელობაზეც და ამ აქციაზეც და სოლიდარობაზეც რომ ვისაუბროთ? ხო, ანუ პირველ რიგში ვიტყვი იმას, რომ ამ აქციებში მონაწილეობა თქვენც მოგეხსენებათ, რომ ჟურნალისტებისთვის ახალია და ჩვენთვის არ არის მაინც და მაინც კომფორტის ზონა, ხო? ჩვენ გვირჩენია, რომ გავაშუქოთ ხოლმე მიმდინარე ამბები, ვიდრე ჩვენ ვიყოთ მიმდინარე ამბის შუაგულში. მაგრამ ამ ხელისუფლებამ გვაიძულა, რომ ჟურნალისტები გამოსულიყავით ქუჩაში და ისე მოგვეთხოვა ჩვენი კოლეგის გათავისუფლება, რომელიც დაკავებულია უკანონოდ, რომელიც დაკავებულია მისი საქმიანობის გამო და რომლის საქმიანობა არ მოსწონდათ სწორედ იმიტომ, რომ ბათუმელები და ნეტგაზეთი არის კრიტიკული და იყო ყოველთვის კრიტიკული. ყველა ხელისუფლების მიმართ იყო კრიტიკული, სწორედ ეს არის ეთიკური მედიის ფუნქცია, დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი მედიის ფუნქცია და ამას აკეთებს წლებია მზია ამაღლობელი. ამიტომ შეუშალა ხელი ივანიშვილის ხელისუფლებას და ამიტომაც არის ის დღეს ციხეში. ჩვენ ვუცხადებთ სოლიდარობას და მხარდაჭერას მზიას და ვითხოვთ, რომ დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ის. აი ხატია, მის ამ ქმედებას, რასაც ედავება შინაგან საქმეთა სამინისტრო, ჰქონდა წინაპირობა. ის დააკავეს სრულიად უმიზეზოდ ადმინისტრაციული წესით. შემდგომში იმ პოლიციელმა, რომელზეც თავდასხმასაც ედავება შინაგან საქმეთა სამინისტრო, მიაყენა შეურაცხყოფა, შეაფურთხა პოლიციის განყოფილებაში. ხომ ასევე ჰქონდა მცდელობა ფიზიკური ანგარიშ
უშწორებისას. ამ შემთხვევაში ძალიან მყისიერად მოახდინეს მზია ამაღლობელის დაკავება. თუმცა რეჟიმი არ აკავებს იმ ადამიანებს, იმ ძალოვანებს, რომლებიც სისტემატიურად ერთი თვის განმავლობაში უმოწყალოდ სცემდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ მოქალაქეებს. ეს არის შერჩევითი სამართალი, ხომ ორმაგი სტანდარტია. ნამდვილად ერთი ადამიანი მაინც გვანახონ, ვინც დასაჯეს, მათ შორის ჟურნალისტებზე თავდასხმის გამო, მათ შორის მშვიდობიან აქტივისტებზე თავდასხმის გამო და მერე გველაპარაკონ იმაზე, რომ მზიამ სილა გააწნა თურმე პოლიციელს. ეს ანუ მზიას მხრიდან ეს ქმედება 4-დან 7 წლამდე პატიმრობის მუხლს რანაირად ითვალისწინებს, წარმოუდგენელია, უბრალოდ მიუღებელია და უკანონოა ეს. ისედაც უკანონოა და თან თუ გავითვალისწინებთ, რომ ადამიანები, რომლებიც ფიზიკურად უსწორდებოდნენ, არა მხოლოდ შსს წარმომადგენლები, არამედ ეგრეთ წოდებული ტიტუშკები, დღისით, მზისით ფიზიკურად უსწორდებოდნენ მოქალაქეებს, ისინი არ დასჯილან. ამიტომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება და რა თქმა უნდა, მზია არის პოლიტპატიმარი და ვითხოვთ, რომ ის დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს. მადლობა ძალიან დიდი. გადავინაცოთ ახლა შედარებით წინ აი ხედავ, რომელსაც გავესაუბრებით პირდაპირ ეთერში და შემოგთავაზებთ მის კომენტარსაც და შეფასებასაც. გელა საღამო მშვიდობისა, მას შემდეგ რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა მზია ამაღლობელი, თქვენ პირველივე დღიდან, პირველივე წამიდან დგახართ ქუჩაში, ითხოვთ მის გათავისუფლებას და აპროტესტებთ მის დაკავებას, ხომ? დღეს ჟურნალისტები, მედიის წარმომადგენლები ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ოფისთან შეიკრიბეთ და მსვლელობით დაიძარით და შეუერთდით თეატრთან შეკრებილ მოქალაქეებს, ხომ? რა ეტაპზეა ახლა ქართული ოცნება? სხვაგან არის რეჟიმი საერთოდ კონტროლის მიღმა, არ ექვემდებარება არანაირ შეძახის, თხოვნას, მოთხოვნას, მაგრამ ეგ არც იყო მოულოდნელი. ჩვენ მე ვამბობ, რომ ვიდრე მზიას დააპატიმრებდნენ ქართულმა კრიტიკულმა დამოუკიდებელმა მედიამ, გაიარა რამდენიმე ეტაპი. გვახსოვს ივლისის მოვლენები, რომელსაც ჩვენი კოლეგა ლექსო ლაშქარავა შეეწირა. მერე გვახსოვს, რომ ადმინისტრაციული წესით გვაკავებდნენ და საკმაოდ ისე ვთქვათ, სოლიდურად გვაჯარიმებდნენ, გცემდნენ, გვირთყამდნენ, თავს გვესხმოდნენ. ბოლო ეტაპია უკვე მომდევნო საფეხურზე გადავიდა კრიტიკული მედიის დევნის რუსული ოცნება. რომ ქონოდა საზოგადოებას ალბათ ჩვენც არ მხოლოდ საზოგადოებას მედიამაც არ მივაქციეთ საკმარისი ყურადღება ბოლომდე, ვიდრე არ თქვენს ევროპულ ინტეგრაციაზე უარი, ხო? ამის შემდეგ კიდევ უფრო მეტად გამოფხიზლდა თითოეული ჩვენგანი, მეც თქვენც და ასე შემდეგ, იმიტომ რომ არავის გვინდა რუსეთში ცხოვრება და რუსეთში რა არის შემდგომი ეტაპი, როცა ჟურნალის აპატიმრებენ თავისი საქმიანობის გამო, თორე სილის გაწვნის გამო არავის იჭერენ და ციხეში არ სვამენ, როცა ჟურნალის აპატიმრებენ თავისი კრიტიკული საქმიანობის გამო, ეს არის ის ეტაპი, რომლის შემდეგაც დარჩენილია ტყვია შუბლში. ეგ არ გვინდა არავის. ამიტომ ზიაც უნდა დავიხსნათ, სხვა პოლისპატიმრებიც საკუთარი თავი და ქვეყანა უნდა დავიცვათ ასე და ამნაირად, სხვა გზა არ გვაქვს. აი, დღეს იყო მაგალითად გიორგი ოკმელაშვილის სასამართლო პროცესი და მოსამართლე გიორგი გელაშვილმა კიდევ გადადო დღევანდელი ჩვენ არ გვყავს მოსამართლეები, ჩვენ გვყავს ივანიშვილის რუსული რეჟიმის მსახურები. მე ამ ქვეყანაში მეგულება სულ რამდენიმე შეიძლება ორი ხელის თითებზე დავთვალო იმდენი მოსამართლე, რომელიც არის ღირსეული, რომელიც ასრულებს კონსტიტუციით დაკისრებულ ვალდებულებას. ყველა დანარჩენი არის ივანიშვილისა და მურუსიძის რეჟიმის მსახური. ამიტომ მე მათგან არანაირი მოლოდინი არ მაქვს. ერთადერთი გზა გვაქვს, უნდა ვიბრძოლოთ ხალხმა ბოლომდე. ყველამ ერთად. აღარ არის აქ უკვე მე სტატუსი მაქვს, მე ჟურნალისტი მაქვს, უნდა ვიდგე, აღარ. ყველა ვიბრძვით ამ ქვეყნისთვის, პირადი ჩვენი კოლეგების ადამიანების თავისუფლებისთვის. ასევე დღეს მოქალაქეები, ჟურნალისტები, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები ხელს აწერდნენ განცხადებას მზია ამაღლობელის გათავისუფლებასთან დაკავშირებითაც და ამაზეც რომ მოგვიყვეთ. მედიამ შევიმუშავეთ სპეციალური წერილობითი მიმართვა საერთაშორისო ჟურნალისტური ორგანიზაციების სახელზე. თქვენ ნახეთ, რომ უკანასკნელ დღეებში დღესაც არაერთი ავტორიტეტული მედია ორგანიზაცია და ჟურნალისტური ორგანიზაცია ეხმაურება მზიას დაპატიმრების საქმეს. ის არის პირველი ქალი ჟურნალისტი საქართველოში, რომელიც გახდა პატიმარი. ყველა შეშფოთებულია ამით, გარდა ქართული ოცნებისა, რომელიც ვეღარც ხედავს და აღარც ესმის. კიდევ ერთ მიმართვას ვაკეთებ ჩვენ დიპლომატიური კორპუსის და ჩვენი კოლეგების საერთაშორისო ორგანიზაციების სახელზე და ვითხოვთ, რომ მათ კიდევ უფრო მეტად აქტიურად ჩაერთონ, რომ მზია და ყველა სხვა პოლიტიკური პატიმარი იყოს თავისუფალი. ამის გარეშე არაფერი იქნება, რაც უკნიდან გვესმის. ახალი არჩევნების გარეშე ამ ქვეყანაში არ იქნება თავისუფლება, ჩვენ ვერ დაუბრუნდებით ევროპულ მომავალს.
ამიტომ უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები. აი გაჯიუტების მიუხედავად ქართულის მონებისგან და ივანიშვილის რუსული რეჟიმის დანიშნოს ხელახალი აუცილებლად. სხვა გამოსავალი არ არსებობს, მათთან მოლაპარაკებაზე არავინ წავა, იმიტომ რომ ყველა მიცის რომ ეს არის მთლიანად რუსული რეჟიმი, ერთადერთი გამოსავალი არის ახალი არჩევნები, უკაცრავად ახალი არჩევნები ოღონდ მარწუხებისგან გათავისუფლებული ინსტიტუციების როცა რიშვილმა თუ ჩაატარა ხოსი გიჟია, გამორიცხული ამბავია. ამიტომ ჯერ რაღაც ინსტიტუციები უნდა გათავისუფლდეს და მერე უნდა ჩატარდეს ახალი არჩევნები. ჩვენ არ ვაპირებთ რუსულ ქვეყანაში ცხოვრებას. გამორიცხულია თავშევწირავთ ბოლომდე ბრძოლით. მადლობა გელამ თიულიშვილს სისმენდით. პირდაპირ ეთერში ის არის ჟურნალისტი, მედიის წარმომადგენელი, რომელიც აქტიურად დგას ქუჩაში იმისათვის, რომ დაიცვას ქვეყნის ევროპული მომავალი, ეროვნული ინტერესები, ის სოლიდარობას უცხადებს ჟურნალისტ მზია ამაღლობელს, რომელიც ოლიგარქი ივანიშვილის ტყვეობაშია, სხვა პოლიტპატიმრებთან ერთად. ამ დროისათვის მზია ამაღლობელის ჩათვლით სულ 53 პოლიტპატიმარი ყავს ჩვენს ქვეყანას და სასამართლო, რომელიც არის ოლიგარქის მიერ დაქვემდებარებული და ასევე ჩვენმა ერთ-ერთმა რესპონდენტმა გიორგი ბაჩიაშვილმა, რომელიც იყო ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული, მან თქვა გუშინ საინტერესო განცხადება გააკეთა, რომ მოსამართლეები დადიოდნენ და დადიან ბიძინა ივანიშვილთან კონკრეტულ საქმეებზე, კონკრეტულ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით და სწორედ ოლიგარქი გასცემს ბრძანებებს მოსამართლეებისა და პროკურორების მისამართი თუ რა გადაწყვეტილება უნდა მიიღონ და ვინ იქნება მორიგი დევნის სამიზნე ქართული ოცნებისა. თქვენ ხედავთ, რამდენი ადამიანია ახლა, რამდენი მოქალაქე მიუყვება მსვლელობას. მე ვხედავ ასევე აქ მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც მზია ამაღლობელს უცხადებენ სოლიდარობას და როგორც უკვე გითხარით, მათ მსვლელობა დაიწყეს სწორედ ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ოფისიდან, შემდგომში ვასო აბაშიძის სახელობის თეატრთან შეკრებილ მსახიობებსა და მოქალაქეებს შეუერთდნენ და ერთობლივი მსვლელობი დაიძნენ უკვე მარჯანიშვილის მოედნისკენ და იქ იმყოფებოდნენ ასევე პოლიტპატიმრების ოჯახის წევრები, რომლებთან ერთადაც უკვე მსვლელობით გამოემართნენ მტკვრის მარცხენა სანაპიროზე და აი მოქალაქეები კორპუსებიდან ამხნევებენ აქციის მონაწილეებს, აი ვხედავთ ადამიანებს აივნებზე საქართველოს დროშებით, ასევე ჩვენ გვესმის ავტომობილებიდან სიგნალები, შეძახილები, გამხნევება და მხარდაჭერა აქციის მონაწილეების მისამართით. გადავინაცვლებ ახლა წინ, შედარებით უფრო წინ და ასევე წინიდან გაჩვენებთ კადრებს თუ რა ხდება ახლა მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, საიდანაც მსვლელობით მოქალაქეები მიემართებიან ბარათაშვილის ხიდისკენ, სადაც შეუერთდებიან კიდევ ერთ მსვლელობას, რომელიც ავლაბრის მოედნიდან დაიძრა. აქ ასევე მოქალაქეებთან ერთად იმყოფებიან პოლიტიკოსები, აი ივაჭყონიას ხედავ, რომელსაც გავესაუბრებით ახლა პირდაპირ ეთერში. საღამომშვიდობისა ბატონო ივა, ჩვენ ხედავთ აღარ დარჩა სფერო, აღარ დარჩა არც საჯარო უწყება, არც კერძო უწყება, სადაც მოქალაქეები არ გამოხატავენ საკუთარ პროტესტს რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. რა ვითარებაში ახლა ჩვენი ქვეყანა, ჩვენი საზოგადოება და რა დღეშია ოლიგარქის პარტია? პირველ რიგში მივესალმები ქართული ოცნების პირად ტყვეებს. გამძლეობას უსურვებ, იმიტომ რომ ძალიან მალე ჩვენთან ერთად იქნებიან და იზეიმებენ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას და აუცილებლად თქვენი ეთერის საშუალებით მინდა მივმართო ქართული ოცნების ყველა მხარდაჭერს. თქვენ თუ ეს მოგწონთ დღეს რაც ამ ქვეყანაში ხდება და რასაც აკეთებენ, აუცილებლად თქვენთანაც მოვლენ. გონს მოდით გვერდზე დაგვითეკით, რათა დროულად მოხდეს ჩვენი ქვეყნის განთავისუფლება ტირანისგან, რუსული რეჟიმისგან, რუსული მმართველობისგან. ყველა ერთად უნდა დავდგეთ თავზე. ჩემი იცი ძალიან კარგად ჯერათ, ჩემი ყველაზე სწორი მიმართულება არის ეკონომიკა. დღითი დღე რამდენად თუ ვითარებას ჩავარდებით, ლარის კურსი იქნება თქვენთვის აი მეტრი. დღეს უკვე ამას ხედავთ ყველაფერს ძალიან კარგად. ასე რომ თითოეულ თქვენთაგანს ძალიან კარგად თქვენ შვილებზე გადავა, ასე რომ დაგვიდექით გვერდით, რაც შეიძლება დროზე, რაც შეიძლება
აბა მალე რომ გადარჩეს ჩვენი ქვეყანა. ბატონო ივამ, ასევე აუცილებლად მინდა კითხოთ ეგრეთ წოდებული პრემიერის ყობახიძის განცხადება, როდესაც ბიზნესმენებზე თქვა, რომ ვინ ეკითხებათ მათ ხელახალი არჩევნების დანიშვნას რომ ითხოვენო. არადა ეს ბიზნესმენები არიან ის ადამიანები, რომლებსაც შეაქვთ საკმაოდ დიდი ოდენობით თანხა ჩვენს ბიუჯეტში და სწორედ მათ მიერ გადახდილი თანხით ხდება ბიუჯეტის შევსება. არა მხოლოდ ბიზნეს, არამედ თითოეულ ჩვენთანაც ყველა, როგორც დამსაქმებელს, მათ შორის დასაქმებულებს, ხელოვანი იქნება ის, სპორტში იქნება, სადიღ არა აქვს მნიშვნელობა, რა თქმა უნდა, ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის ის განცხადება, რომელიც ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა გააკეთა. ეს არის ძალიან სახიფათო განცხადება. რას ნიშნავს? არ გვეკითხულ თითოეულ ჩვენთანაც ეკითხება ამ ქვეყნის ბედი. თორე ჩვენ ვართ ამომრჩეველი, ჩვენ ვირჩევთ ჩვენი ქვეყნის უკეთეს და ევროპულ მომავალს, რომელიც თავზე დაგვახია. 78 მუხლით კონსტიტუცია გადაგვახიეს თავზე. ასე რომ რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ქართული ოცნების ხარდამჭერებს მოუწოდებ, გონს მოეგი, დაგვიდექით გვერდზე, დროზე დავასრულოთ ბანდიტიზმი. აი ეს არის თავარი. ივაჭყონიას ისმენდით პირდაპირ ჩვენ როგორც უკვე გითხარით ტყურის მარცხენა სანაპიროს მიუყვებით ხედავთ აქ აქვთ მოქალაქეებს რამდენიმე ბანერი გაშლილი თავარი ბანერი არის სწორედ ის რომ თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს აქეთ მეორე ბანერი ასევე იგივე წარწერით თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს და ამ ბანერზე არის თითოეული პატიმარის სახელი და გვარი დატანილი თითოეული იმ ადამიანის რომელიც ქართულმა ოცნებამ ტყვე დაიყვანა პოლიტიკური ნიშნით ასევე აქ აქვთ მოქალაქეებს ბანერი მზია ამაღლობელის მხარდასაჭერი და მოითხოვენ ჟურნალისტები და მედიის წარმომადგენლები ოლიგარქის პოლიტპატიმრის ჟურნალისტის მზია ამაღლობელის გათავისუფლებას ჩვენ მივემართებით ახლა ბარათაშვილის ხიდისკენ სადაც შეუერთდებიან მოქალაქეები კიდევ ერთ მსვლელობას რომელიცავლაბრის მოედნიდან დაიძრა